მადლობა მოგესალმებათ ვანო ჯავახიშვილის შოუ. გილოცავთ მეგობრებო, როგორც იქნა საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და გაიმარჯვა ხალხის მიერ რჩეულმა კანდიდატმა. ნეტა თუ მოვესწრები იმ დღეს და იმ დროს, რომ ეს სიტყვები ცინიკურად არ ჟღერდეს, ძვირფასო მეგობრებო, ნეტა თუ გათენდება, ეგ თუ გამიტენდება. ვინმეს? ასეთი არჩევნები სოფლიო პრაქტიკას არ ახსოვს. როგორ აგიხსნათ, ეს იყო რაღაცა შოუ იყო. რაღაცა შოუ იყო, არა, უფრო რა არის იცი, უფრო იყო ფილმი. მოდი ესე ფილმი იყო, ცოტა კრიმინალური დრამა იყო, ცოტა მისტიკა იყო, რომ დავუკვირდეთ, ხო, ცოტა დეტექტივი, ცოტა კომედიაც. მოკლედ, ყველა ჟანრი იყო თავმოყრილი ეროტიკის გარდა. ეროტიკას როგორც ბიძინა დაგვკვირდა, ერთ წელზე გადაგვინაწილებს ძვირფასო მეგობრებო, ეგ მოვისმინეთ წინასაარჩევნოდ, ვიცით უკვე. მართლაც რომ საოცარი მიწაწყალი გვაქვს ხალხო. საოცარი, ისეთი ნოყიერი და ბარაქიანია ქართული მიწა, რომ უბრალო კარტოფილსაც კი არჩევნების მოგება შეუძლია. აი ესეთი ბარაქიანი მიწა გვაქვს. ცოტა არ იყოს უტაქტოც ყოფილა. ბატონი ბიძინა, ჯერ ხო ბანერებიდან და საარჩევნო კამპანიიდან გადამალა სალომე ზურაბიშვილი და ხალხს გვეხოცებოდა მე მენდეთო. მე მომესით ხმაო. და გამარჯვების ტექსტიც კი სალომეს ნაცვლად მან წაიკითხა. ძვირფასო მეგობრებო, გამოდის რომ ერთი არჩევნებით ხალხმა ორი ადამიანი ავირჩიეთ. პრეზიდენტი და პრეზიდენტის ატვეჩაი ბიძინა ივანიშვილი. ძვირფასო მეგობრებო. პრეზიდენტის ატვეჩაი ბიძინა ივანიშვილი ისე იყო, ეს დავარქვათ, მოდი ესე, პრეზიდენტის ატვეჩაი. აი სახელია რა, ისეთი ლამაზი. პრეზიდენტის ატვეჩაი ბიძინა ივანიშვილი ისე იყო შეშინებული მოსალოდნელი წაგებით, რომ არჩევნების დღესაც კი ხალხს მობილურზე ურეკავდა და თავისი ხმით ხალხს მოუწოდებდა არჩევნებზე მისვლას. მოდით გავიხსენოთ ეს აუდიო ჩანაწერი. მოგესალმებით. მე ბიძინა ივანიშვილი ვარ. დღეს პრინციპული არჩევანის დღეა. არ დარჩეს სახში. მოდი არჩევნებზე. ერთად უთხრა თუ არის ნაციონალურ მოძრაობას და მძიმე წარსულში დაბრუნებას. მიეცი ხმა შენი შვილების და ქვეყნის მომავალს. მიეცი ხმა სალომე ზურაბიშვილს. აი ხედავთ, ის კი არა თურმე იმ დღეს მეტროშიც ბიძინას ხმა აცხადებდა. კარები იკეტება, შემდეგი სადგური 300 არაგველი და სხვათა შორის 300-ია ჩვენგაგზის ხმაც. ხალხო, თქვენც ხო გირეკავდათ ახლა ბიძინა და გთხოვდათ რომ ხმა მოგვეცითო და ყველაფერი გამოსწორდება. ხო გეკავდა, ხო ყველასთან დარეკა, ხო? ხო ჩაიწერეთ ეგ ხმა. კარგია რომ ჩაიწერეთ, თორე შემდეგ არჩევნებამდე ბიძინას ხმას ვეღარ გაიგებთ. გქონდეთ ეგ ჩაწერილი ხმა იყოს მაინც. არჩევნებში მოგება რომ გაიგო ივანიშვილმა ჰაერში დაფრინავდა, თურმე ჰაერში აფრინდა კაცი. არა, სიხარული არაფერ შუაშია, უბრალოდ სალომეს გასაყვანად ჯიბიდან იმდენი ფული ამოიღო, რომ კაცმა გრავიტაცია დაკარგა. ედისონ რისერჩის წინასწარი შედეგების დადებისთანავე ოცნებამ საზეიმო ბრიფინგი ერთდროულად 9 ადგილას გამართა, რომ ვერავის გაეგო, რომელ ბრიფინგს ესწრებოდა თამარ მეფე. მოკლედ თამარ მეფეს ავირჩიეთ და ოქროს ხანაც იწყება. უბრალოდ ერთი რამ მადარდებს, ეს ლაშა გიორგი გორჯესტანი ყავს ძალიან წელკი და რა ვიცი, მაგისი მოსვენება არაო ამბობენ, რა ვიცი. და როგორც კი რუსთავიორმა ეგზიტ პოლები გამოაცხადა, გახარებული გორჯესტანი თურმე ეგრევე ათონელის რეზიდენციაში შევარდა ფანჯარასთან მევწვებიო. ახალ პრეზიდენტს როგორც იქნა მიულოცა გოგა ხაინდრავამ და ამჯერად 3,700,000 ცალი გვირილა მიართვა. ეს იყო ერთგვარი მინიშნება იმისა, რომ მისი 3,700,000 ვალი დაჭკნეს ისე როგორც ეს გვირილების თაიკული დაჭკნება. მოკლედ რა პოეტული შარლატანობაა ბატონო. ძალიან პოეტული. ზურაბიშვილს პრეზიდენტობა მიულოცეს გოგა ხაინდრავამ, მიშა მესხმა, ქუჩის ბიჭების პიკასომ და ქვეყნის სიყვარულის პროგრამაზე მყოფმა სხვა პირებმა, ძირფასო მეგობრებო. რაგაცით მე არ მეჩქარება არსად, მე აქ ავარ, აქედან წასვლას არ ვაპირებ.
სახელმწიფო კანდიდატის გაპრეზიდენტება განსაკუთრებულად იზეიმეს მარნეულში, ძვირფასო მეგობრებო, ნახოთ ვის აცეკვებდნენ და რას აცეკვებდნენ მარნეულის მოსახლეობა. ნახოთ. საარჩევნო პლაკატებს აცეკვებენ, ესეთი არაფერი მინახავს. ძვირფასო მეგობრებო, ასე აღნიშნავენ გამარჯვებას. თქვენ გონიათ, რომ სალომეს გამარჯვებას ზეიმობენ? სინამდვილეში ეს დემოკრატიის ქელეხია და სადაცაა გამოასვენებენ ესეთი თუმცა ამ უნიკალურ ვიდეოს ასე იოლად ვერ შეველევი ძვირფასო მეგობრებო. მოდი კიდევ ერთხელ ნახოთ ეს ვიდეო. კიდევ ერთხელ ძვირფასო მეგობრებო. გაუში მიდი ბიჭო. აი გაუმარჯოს ჩვენს ნათელ ევროპულ მომავალს. მართლა უხდება აი ამ ვიდეოს. ამომრჩევლის მოსყიდვის კარუსელების და შანტაჟების გარდა მთავრობამ საარჩევნო უბნებთან ხალხის დასაშინებლად ძველი ბიჭების დააყენა. მოკლედ პარადოქსების ქვეყანა ვართ რა, აი რომ დაუკვირდეთ ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს შავბნელი წარსულის მქონე ადამიანები მიაცილებდნენ ნათელი მომავლის შემოსახაზად. ძველი ბიჭების პარტიულმა საქმიანობამ ისეთი კარგი შედეგი გამოიღო, რომ შესაბამისი ზეიმიც კი მოაწყვეს მაგალითად ერთ-ერთი ციხეებთან. ნახოთ ეს ვიდეო. ესე იგი ციხეებთან იყვნენ მანქანები და ყვიროდნენ სვაბოდაო რა. ამის შემდეგ შეკითხვის დასმა მინდა ქალბატონ სალომესთვის. თავის მისავე გასაგებ ენაზე. Notre-Dame Avenue, რაც ქართულად ნიშნავს მე ვიდა ჩვენი დრო. ერთი სიტყვით ქართულმა ოცნებამ ისეთი უკადრებელი მეთოდებით გააყალბა არჩევნები, რომ ალბათ მომავალ არჩევნებზე ყველა კაბინაში იდგება თითო პიანინოს მასწავლებელი და არასწორი კანდიდატის შემოხაზვის შემთხვევაში სახაზავს ჩაათხრიშავს თითებში. არასწორად შემოხაზავს. ძალიან ბევრი უცნაური სასაცილო და სამარცხვინო დაპირებების შემდეგ, რომელსაც მთავრობა წინა საარჩევნოდ იძლეოდა, ვერც კი წარმოიდგენთ თურმე სად გადის ქოცების ინტელექტის ჰორიზონტი. ძვირფასო მეგობრებო, ნახოთ ეს დაპირება. ძალიან საინტერესო დაპირება, გთხოვთ გაუშვათ ეკრანზე. ვაჟიშვილობა 28 ნოემბერს დასრულდება. როგორი სლოგანია, წინა საარჩევნო, არაჩვეულებრივი. 18-დან 20 წლამდე ამომრჩევლებს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მისემის სანაცვლოდ ბოზებში წაყვანას პირდებიან. ძვირფასო მეგობრებო. სირცხვილი თქვენ ვაჟიშვილებო, სირცხვილი 6 წუთის სიამოვნების გამო როგორ გაყიდეთ ქვეყანა 6 წუთი. ფათაშორის ეს დაპირება თვითონ ბოზებმა გააპროტესტეს. ამ ბიჭებსო ყალბი პირადობები მაინც ჩამოართვით, თორე ერთი და იგივე 5 ჯერ მოდისო და გაგთხოვენო დაპირების ასრულებას. ასეთი დარღვევების გამო საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საშინელი შეფასება მისცეს. ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც კი საქართველოში ჩატარებულაო. ამიტომ შოკში ვართო ჩვენო. ანუ ფაქტიურად გვითხრავს, რომ ეს საარჩევნო მარათონი კი არა, ეს იყო საარჩევნო დოღიო, ძვირფასო მეგობრებო. ამ შეფასების შემდეგ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ჩვენი თამაშია, რადგან ეს ყველაფერი რაგბის უფრო გავდა, ვიდრე ცივილიზებულ არჩევნებს. ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ არც ესაა პრობლემა. მთავარია, რომ ნათელი მომავალი გველოდება, რომელსაც ვერ ავწდებით, ხალხო, ვერ ავწდებით, გაუში!
მოკლედ, ნუ გეშინიათ ხალხო, ხო ხედავთ რომ ნელ-ნელა წინ მივდივართ. სულ რამდენიმე მეტრი დარჩა უფსკრულამდე და დავისვენებთ. თამუნა, დაუკარი ახლა, თორე შეურაცხყოფას მოგაყენებ ჩემო და იქ. ხეიე? მეორე. ჩვენ შევხვდით და დაყოლეთ ბენდი, თამუნა ლებეის უცხებანი.